კოალიცია ცრულებისთვის წევრსა და ნიკა მელიას დაცვის სამსახურის წარმომადგენელს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ იძალადეს პირზე, რომელიც მანამდე ნიკა მელიას თავს დაესხა. საუბარია 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტზე, არსებობს დანაშაული სამსახველი კადრების, თუმცა მაშინ ძალოვანმა უწყებამ პოლიტიკოსზე მოძალადე ოცნების მხარდამჭერი არ დააკავა. მას იძულებით მიაცემინეს ცოტა ხნის წინ ჩვენება და ათქმევინეს, რომ თავადაა დაზარალებული. რა მოხდა სამტრედიაში დღეს დეტალებს მარიკა ბოლქვაძე მოგიყვებათ. ახლა პირდაპირ ეთერში მარიკა გისმენთ. სახელმწიფო ბრალდება ახლა ნიკა მელიაზე თავდამსხმელი საბა ნიკოლეიშვილის და აგრეთვე იმ პირების, რომლებიც მისი ძალადობის აღკვეთას და განეიტრალებას ცდილობდნენ, ერთი და იგივე მუხლით გასამართლებას მოითხოვს გულისხმობ კოალიცია ცრულებისთვის წევრ ცოტნე მირცხულოვას და აგრეთვე ნიკა მელიას დაცვის სამსახურის წარმომადგენელს გაბრიელ კობაიძეს. კობაიძემ და მირცხულოვამ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს სამტრედიის მთავარი პოლიციის სამმართველო, თუმცა ადგილზე ჩასულებს სულ სხვა მოცემულობა დახვდათ ბრალის ნაწილში, იცოდნენ, რომ მათ ედავებოდნენ ძალადობას, თუმცა ადგილზე ჩასულებს ბრალის ოფიციალური დადგენილების გაცნობის შემდეგ გააგებინეს, რომ მათ ედავებიან საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას და აგრეთვე ძალადობას. რაც შეეხება უშუალოდ მათ პოზიციას, კოალიცია ცრულებისთვის წევრი ცოტნე მირცხულოვა მიიჩნევს, რომ აბსურდულია ეს ბრალი იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია, რომ მას იმ კამპანიისთვის შეეშალა ხელი, რომელსაც თვეების განმავლობაში ის და მისი თანაგუნდელები გეგმავდნენ და აორგანიზებდნენ, არ ეთანხმება აგრეთვე ძალადობის ნაწილშიც წარდგენილ ბრალს, რადგან მიიჩნევს, რომ მას არავისზე უძალადია, ის პირიქით ცდილობდა ამ ძალადობის აღკვეთას და მოძალადის შეჩერებას იმისთვის, რომ მას ფიზიკური ანგარიშ სწორება ნიკა მელიას შემდეგ სხვების წინააღმდეგ აღარ გაეგრძელებინა. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საუბარია 2024 წელს სამტრედიაში მომხდარ ინციდენტზე, მაშინ როდესაც კოალიცია ცრულებისთვის ატარებდა წინასაარჩევნო კამპანიას ერთ-ერთი რეგიონული ოფისის გახსნის დროს ნიკა მელიას სავარაუდოდ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი საბა ნიკოლეიშვილი თავს დაეცხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამის ამსახველი ვიდეო და ფოტოკადრები არსებობს და მიუხედავად ამ ყველაფრისა 2 წლის განმავლობაში გამოძიებას არაფერი გაუკეთებიათ. ან საქმეში არსებობს უშუალოდ თავდამსხმელის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ნიკა მელიას თავს დაესხა და თანაც პოლიტიკური ნიშნით. აგრეთვე მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ საბა ნიკოლეიშვილმა კიდევ ერთხელ მისცა ჩვენება გამოძიებას და მან თქვა, რომ 2 წლის თავზე გაახსენდა ახლა, რომ იმ დროს, როდესაც მისი ძალადობის განეიტრალებას და კონფლიქტის ზონიდან გამოყვანას ცდილობდნენ, ტკივილი განიცადა. 126 მუხლის პირველი ნაწილი ყავი დაბარებული და 162-ის პრიმა დამხა, რაც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიაში ხელშესწროს. სანქცია იგივე დარჩა, თუმცა მუხლი დამხა გადაკვალიფიცირებული. სასაცილოა მე და მოძალადეს ერთნაირი კვალიფიკაციის მუხლი როცა ვარ. ამ ქვეყანაში მიჩვეული ვარ ფორმალ სტანდარტებს. 2 წელია მომხდარ ინციდენტიდან გასული და დღეს დააყენეს პასუხისმგებაში ეს საკითხი. მოკლე შეფასება ამაზე რაც შეიძლება ის არის, რომ ქართული ოცნება ანგარიშის სწორებაზეა გადასული სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, პოლიტიკოსების მიმართ, ცდილობს ყველანაირ მარშრუტებში მოაქციოს ეს ხალხი. თუმცა ყველას გვაქვს ძალიან მარტივი მოწყობილობა, რა ვიბრძვით იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ და გამარჯვება რო დადგება, აუცილებლად ყველა მოძალადე მიეცემა პასუხისმგებაში. ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის მტკიცებულებები დევს საქმეში და რატომ არ გამოიძია ეს საქმე 2 წლის განმავლობაში შესაბამისმა უწყებამ და რატომ არის ამ დრომდე უშუალოდ ნიკა მელიაზე თავდამსხმელი თავისუფალი. უცნობია ახლა 2 წლის შემდეგ რაში დასჭირდა შესაბამის უწყებას, რომ ეს თაროზე შემოდებული საქმე გადმოეღო და ამ საქმეზე სახელმწიფო ბრალდება წარედგინა კონკრეტული პირებისთვის და გაურკვეველია აგრეთვე რა ნიშნის შეარჩიეს ეს 2 ადამიანი სავარაუდო ბრალდებულებად. კოალიცია ცრულებისთვის წევრი ცოტნე მირცხულოვა და ნიკა მელიას დაცვის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი გაბრიელ კობაიძე. დღეს სამტრედიაში მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, მეგობრები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ახლა რეჟიმი ცდილობს, რომ წინაღობა შეუქმნას ყველა იმ პირს და დაბრკოლება, რომელიც ცდილობს, რომ მათი უკანონო ქმედებები გააპროტესტოს და განსაკუთრებით ხვდება თვალში ისეთი პირები, რომლებიც ამ სამოქალაქო პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები, გულისხმობ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს.
რა აბსურდია რომ გესმოდეთ, ესე იგი პროკურატურა გვეუბნება რომ ცოტნე მირცხულავამ საკუთარ თავ შეუშალა ხელი, წარდგენილი ბრალი ამას ამბობს, იმიტომ რომ წარმოადგენდა პარტია ახალს წინა საარჩევნო კამპანიის დროს და ბრალად უყენებენ კამპანიაში ხელი შეშლას, მაგრამ სავარაუდოდ შუაგზაზე მიხვდნენ რომ რაღაცა ტიპის იძულება იყო ეს, იმიტომ რომ საქმე ისე აღარ დაალაგდა როგორც მათ უნდათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთვის არის გაუგებარი ამ თემის გაცოცხლება, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამ თემის გაცოცხლებით, ამ არქივის გაცოცხლებით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს როგორი შერჩევითია სამართალი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. პირველ რიგში არ ახალია და ძველია რომ ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების მხრიდან ორმაგი სტანდარტები. ჩვენ ვიხილეთ რომ შეიძლება ერთ დღეს კამპანიაზე ადამიანმა ხელი დაგარტყას, შემდგომ შეურაცხყოფა მოგაყენოს და გავაწლები და იმან აქეთ გიჩილოს, ოღონდ სახელმწიფო მისი მხარდამჭერი იყოს ამ შემთხვევაში. თუმცა დღეს ვიხილეთ რომ აქ შეიცვალა და კვალიფიკაცია მიეცა ამ მუხლს, თუმცა ესეც მიუთითებს იმაზე რომ ეს ხალხი უბრალოდ მიზეზზე არიან რომ გააჩუმონ ისეთი ახალგაზრდები და ისეთი აქტივისტები, რომლებიც სულ თვალში ეჭხირება და სულ ხიჭვად ედებათ ქართულ ოცნებას. ასე რომ შერჩევითია სამართალი ქართული ოცნების, შერჩევითია სამართალი შინაგან საქმეთა სამინისტროსი და შერჩევითია თითოეული დამოკიდებულება ამ ბატონებს. პროკურატურის მიერ ძალადობიდან საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაზე და ძალადობაზე გადაკვალიფიცირებული ბრალდება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს მირცხულავას და კობაიძის სასამართლოს სხდომები. სამშაბათს არის სამტრედიაში ჩანიშნული და სწორედ ამ სასამართლოს სხდომაზე გაირკვევა რა ტიპის სანქცია იქნება მათ წინააღმდეგ გამოყენებული და რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურას. ეს იქნება ჯარიმა, თავისუფლების სანაცვლოდ თუ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.